მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ფსიქოლოგი ქალბატონი ნონა ხიდეშელი. მოგესალმებით ქალბატონი ნონა, პირველ რიგში უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის, დროის დათმობისთვის. ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსმენა და ის პირველი მომენტი, როცა მე თქვენ აღმოგაჩინეთ სოციალურ სივრცეში. YouTube სივრცეში იყო ჩემთვის რაღაცა დიდი გახსნა, ცნობიერების დიდი გახსნა და ჩემი ფსიქოლოგიით დაინტერესება დაიწყო სწორედ თქვენი მოსმენით. თქვენ ისეთ თემებზე საუბრობდით, რაზეც ქართულ სივრცეში არავინ არ საუბრობდა და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებისეულად. ამის მერე მე დავიწყე ფსიქოლოგიის სწავლა, დავიწყე თვითშემეცნება, ჩაღრმავება და მადლობა თქვენ ამისთვის და პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ამ ყველაფერს აკეთებდით სრულიად უფასოდ და ამ ინფორმაციას ასე საჯარო სივრცეში ავრცელებდით. ეს არის ყველაზე დასაფასებელი ნიუანსი და ალბათ ეს არის ის ერთ-ერთი გადამწყვეტი პუნქტი, რის გამოც თქვენ ხართ დღევანდელ ქართულ რეალობაში. მე ვიტყოდი თავისუფლად ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი და ნომერ პირველი. მე ასე ვფიქრობ და ეს ჩემთვის არის გვბაძავთ, გულწრფელად გეტყვით, სანამ მე ჩემს ნიშას ვიპოვიდი ურთიერთობების ფსიქოლოგიას, მე ბევრ რაღაცაში მოყვებოდით თქვენ. და ჩამომაყალიბა იმ პიროვნებად, ვისაც დღეს შეუძლია თავისუფლად და თამამად თქვას, რომ მას რაღაცა გაიგება ურთიერთობების ფსიქოლოგიაში, მაგრამ ის საბაზისო ცოდნა მე მივიღეთ თქვენგან, იმიტომ რომ მე არ მაქვს ფსიქოლოგიის განათლება, ბაკალავრიატი არც მაგისტრატურა, ახლა ვსწავლობ იელის უნივერსიტეტში სასერტიფიკატო პროგრამას, მაგრამ ის საბაზისო ცოდნა, ის ჩანაწერები, რასაც მე ვაკეთებდი თქვენი ლექციებიდან, მე ძალიან დამეხმარა და მადლობა ამისთვის. ძალიან მიხარია. ჩემი სურვილიც ეგ იყო, რომ ჩემი ლექციები ვინმეს დახმარებოდა, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა მე მიჭირდა ძალიან, როდესაც ვიყავი ახალგაზრდა და სრული სიბნელე იყო. არავინ არაფერს არ საუბრობდა იმ ჩაკეტილი ტექსტების გარდა, რაც არის ესეთი შეზღუდული ქართული წარმოდგენები ფსიქოლოგიაზე და ფილოსოფიაზე და შესაბამისად როდესაც მე ვიპოვე გადარჩენის გზა ვერთოში მე ასე ვეძახი მე იმიტომ იყო ყველაფერი სრულიად საჯარო და უფასო რომ მე გადავწყვიტე და ნამდვილად დიდი ამბიციები არ მაწუხებდა მე გადავწყვიტე რომ ჩემნაირ ადამიანს რომელსაც ესე აღარ შეეძლო ამ ტრადიციებში ამ განპირობებაში ცხოვრება ამ რაღაცა ერთი მიმართულებით სიარულია რაღაცა ჩაკეტილი ცნობიერებით ცხოვრება მე ვთქვი რომ აი ხუთ ადამიანსაც თუ დავეხმარები ჩავთვლი რომ დიდი მიღწევა ცხოვრებაში და ძალიან მიხარია რომ აღმოჩნდა ხალხი დიდი რაოდენობის ბევრი რომელიც შემდეგ უკვე მომყვებოდა ჩვენ რომ დავიწყეთ ლექციები მართლა გეუბნები როცა ეს გავაკეთეთ ეს მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტი აი ხლა ვიტყვი რომ მე მინდოდა ეს ყოფილიყო კრიშნამურტის სახელობის იმიტომ რომ მე აბსოლუტურად აღმოსავლური ტიპის მოაზროვნე ვარ მაგრამ რადგან ეს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება იყო და მე მამარდაშვილი ყველაზე მეტად მასეთი მასშტაბის მოაზროვნეა მათი გადაწყვეტილება იყო რომ მოდის იყოს მერაბ მამარდაშვილის იმიტომ რომ მამარდაშვილი იყო რომელიც თავში შერწყმა გააკეთა ამ აღმოსავლური დასავლური ძალიან დიდი მასშტაბის მოაზროვნე ვიტყოდი რა და შესაბამისად დავიწყეთ ეს ლექციები მაგითო რომ აი ვიღაცას რაღაცა გაუნათო, იმიტომ რომ როცა შენ სერიოზულ კრიზისში ხარ, შენ ამ კეკლოცობისთვის აღარ გცალია ხვდები ეძებ გამოსავალს და მე ხვდები რომ ვიღაც არის კიდე რომელსაც ასევე უჭირს ძალიან. ნამდვილად და ყველაზე დასაფასებელი ნიუანსია კიდევ ერთხელ გავიმეორებ ინფორმაცია არის ყველაზე ძვირადღირებული რესურსი. რეალურად ჩვენ ადამიანები სამყაროში ვსწავლობთ ყველაფერს იმისთვის, რომ მივიღოთ ინფორმაცია და თუ ვმარცხდებით, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. თქვენი ხედვა, თქვენი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ჯამში სიკეთეს ყოველთვის აქვს თავისი ძალიან დიდი ეფექტი და ეს საბოლოო ჯამში თქვენი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ძალიან სწორი და სოლიდური, იმიტომ რომ ასეთი ინფორმაციების საჯარო სივრცეში გამოტანა პირველი ის მომენტი, რომ ადამიანთა უმრავლესობას მაინც საქართველოში ჩვენი ცნობიერებიდან გამომდინარე ფსიქოლოგთან მისვლა ნაკლებად უნდა უფრო იაფი საშუალებები ურჩევნია და ურჩევნია სხვა რაღაცაში დახარჯოს თანხა. მატერიალურ რაღაცაში ჩვენ ცნობიერები ცოტა დაბალი დონე გვაქვს. ამის ფონზე თქვენი ეს ამხელა გადაწყვეტილება იყო სრულიად გამბედაობა, დიდი გამბედაობა. მე კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით ამისთვის.
იცით რა მაინტერესებს? ჯიდუ კრიშნამურტი. მე თქვენგან ვისწავლე, ბევრმა ჩემსავით ისწავლა, გაიცნო თქვენგან. ახსენე კრიშნამურტი აკადემიურ წრეებშიც კი არავინ იცოდა და ბევრს რაღაც ღმერთ კრიშნასთან ეგონდა კავშირი და არ იყო ჩვენთან საერთოდ აღმოსავლური ფილოსოფია საერთოდ არ არსებობდა აქ. და თქვენ ხშირად საუბრობთ განპირობებულ გონებაზე. კრიშნამურტი როგორც ხსნიდა ამას და თქვენ უკვე ჩვენს ენაზე ხსნით, იმიტომ რომ კრიშნამურტი მე როცა წავიკითხე ცოტა რთული, ანუ ერთხელ წაკითხვა საკმარისი არ არის, ორჯერ წაკითხვა მინიმუმ საჭიროა. თქვენ ისეთ თემებს ეხებოდით, რასაც ეხა მე თუნდაც დასავლური მიმართულების ვსწავლობ ფსიქოლოგიას, ცოტა სხვანაირად არის, კი არის ეს განვითარების ფსიქოლოგიის ეტაპები, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს კიდევ უფრო სხვანაირად ხსნით. რა არის ეს ძირითადი მუხტი, ქალბატონო ნონა, ეს ძირითადი ღერძი, რითაც ეს ყველაფერი თქვენი მხრიდან ესე იოლად იხსნება და თან ჩვენთვის ხდება გასაგები, იმიტომ რომ აღმოსავლური ფსიქოლოგია თავისი შრეებით საკმაოდ ვრცელი და რთულია. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ მე დამჭირდა მინიმუმ 4 წელი, ეს რაღაცა რომ გამეგო, თქვენი ლექციები ძალიან ბევრჯერ მოსმენა დამჭირდა. ბევრი წიგნის კითხვა დამჭირდა, რომ მე ეს გაცნობიერება მქონოდა. ღერძი არის ის, რომ ეს გზა მე გავიარე. საერთოდ მაგით მიხვდები ადამიანი, რომ საუბრობს წიგნებიდან თუ ეს არის მისი გზა. მე ვსაუბრობ ზუსტად იმდენად გასაგებად, რამდენადაც მე ეს გადმოვთარგმნე ჯერ ჩემს ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში ამან ცვლილება მოიტანა და მე გამოვიტანე გარეთ. ანუ მე ესე არ დამიწყია ლექციები, რომ უბრალოდ გამარჯობათ კრიშნამურტი წავიკითხე, იმის უკან იმხელა გზა იყო ჩემი, რასაც მე გავდიოდი პირადი პრაქტიკები მქონდა ყველაფერი აბსოლუტურად და შესაბამისად როცა შენ თავად გადიხარ მე მგონი აინშტაინს აქვს ნათქვამი მაშინ საუბრობ გასაგებად თემაზე თუ შენ გესმის და თუ არ გესმის ყოველთვის საუბრობ რთულად და ალბათ ეგ არის მცირე არის ის განსხვავებულობა რაც შენ თქვი ეს არის აბსოლუტურად ჩემგან დანახული სამყარო ჩემი გზა რომელმაც მე მომიტანა განთავისუფლება და შესაბამისად მე ესეთი საუბარიც მაქვს მე არ ვამტკიცებ რომ მე ვსაუბრობ ჭეშმარიტებას მე ვამბობ რომ ამან მე მომიტანა განთავისუფლება ამან მე სამყარო დამანახა ესე და მოდი ხა ვინც მე მომყვებით და ვისაც ასე გესმით მოდი თქვენც აბა იქნებ გამოგადგეთ ესეთი მიდგომა მაქვს ეს მე სხვა შორის აღმოსავლეთმა მასწავლა რომ ყველაფერზე მხოლოდ მაშინ გაკუფლება ისაუბრო როცა შენ თავად გაივლი ამ გზას ხვდები და მე ამაზე ვდგავარ და ყოველთვის როდესაც აი რაღაცას ვცვლი ახალ კურსებს თუ ვიწყებ ახალი რაღაცა სიღრმეებით ვიწყებ მხოლოდ მაშინ იმიტომ რომ ამ გზას მე სულ საინტერესოა კი აბსოლუტურად გეტყობათ თქვენს ყველა შემოქმედებას ეტყობა ბოდიში რომ გადავლახავ რაღაცას მე ვიწყებ იმაზე საუბარს მანამდე ხა ცირა ინტელექტუალურად შეიძლება რესურსი მაგარი გქონდეს ადამიანს და მეც მაქვს ეგ რესურსი შემიძლია ძალიან ბევრი რამე ხა რომ კარგად დავждე ხა შეიძლება ფიზიკაც კარგად ვისწავლო მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ის ჩემს გამოცდილებაზე გაივლის და შესაბამისად ვცდილობ ვილაპარაკო იმ თემაზე ამიტომ არის რომ პასუხები ჩემი გასაგებია როგორც ადამიანები აღნიშნავენ და როგორც თქვი მარტივია ალბათ ეს არის ჩემი აზრით მიზეზი ხა მე არ ვიცი სხვა რა მიზეზი უნდა იყოს თანამედროვე მენეჯმენტში და მენეჯმენტი ყოველთვის გადაკვეთაშია ფსიქოლოგიასთან თუ შენ ფსიქოლოგია იცი ხარ კარგი მენეჯერი ნუ საქართველოში ზოგადად ჩვენ მენეჯმენტის პრობლემა გვაქვს რაც კომპანიებს ეტყობა და მათ ბიზნეს ფუნქციონირებას და გადაწყვეტილებებს ცნობილი მენეჯერები და შემდგომ უკვე მენეჯერობიდან დაწყებული ეს ადამიანები ხდებოდნენ ფსიქოლოგები ერთ-ერთი ასეთი არის ჯიმ რონი ყოველთვის ამბობდა თავის ლექციებში რომ შენ როცა რაღაცას სწავლობ და ამის ახსრულებას არ აკეთებ ამ ინფორმაციას უკვე ცხოვრებაში არ გადმოიტან შენ ხარ სულელი you are full მაგრამ შენ რასაც ისწავლი და უკვე თან და თან ამას გადმოიტან შენ ცხოვრებაში შენ არ ხარ ინფორმაციული სულელი რომელმაც რაღაცა იცის ეს მცოდნეები ჩვენ საზოგადოებაში არიან ძალიან ბევრი ვიცით წიგნიერები ვართ წაკითხულები გვაქვს თაროებზე გველაგია წიგნები მაგრამ ცხოვრებაში ვართ წარუმატებლები სხვადასხვა ქართველს მაგარისი პრობლემაც არ აქვს ეს არის წიგნიერების მაგრამ განვითარებაში ეტყობა რომ წიგნები დარჩა თეორიად და ცხოვრება დარჩა ცხოვრება და ეს არის პრობლემა როგორც აღმოსავლეთში ამბობენ გზის ცოდნა და გზაზე სიარული ეს ორი სხვადასხვა რამეა და აი მე მგონი ჩვენ მანდ ვწყვეთ განვითარებას როდესაც უნდა გადავიტანოთ უკვე პირადში იმიტომ რომ ეს არ ვიცი სისტემა იყო ჩამოყალიბებული
ძალიან მრავალი წლების მანძილზე რომ საკმარის იყო თეორიები, ნეპოტიზმი, კორუფცია აღარ ითხოვს თვითმყოფადობას. აი ჩვენ დასავლურ სამყაროზე რატომ მოგწონს ხო იქ რაღაცები, განვითარება, ტექნოლოგიები, სამსახურები, მიდგომა, მენეჯმენტი, ყველაფერი, იმიტომ რომ ყველა იწყებს დაბალი პოზიციიდან, მერე შემდეგ რასაც შეძლებს, რასაც გაივლის, რასაც გააცნობიერებს, იმას აკეთებს და ხდება რა დონეზეც ავა, იმაში არის აბსოლუტურად ჩემპიონი, ხო? ჩვენ აქამდე არ მივდივართ რა. აი ხა პოდკასტების სივრცესაც რო შეხედო, ხო, წალეკა, პაპსა, დილეტანტიზმა, ყველაფერი, ანუ ყველამ გადაიკითხა ეხლა ეს იუნგი, კრიშნამურტი, ვივეკანანდა, ვიღაც რაღაც და ყველამ, ანუ არავინ არ ეუბნება თავის თავს რომ მოდი ეხლა მე ეს ხო წავიკითხე, მოდი ეხლა ამ გზაზე გავერო. ყველას უნდა გამოვიდეს ეგრევე და რაღაცა პუბლიკის წინაშე იკითხოს ლექციები და ეს ძალიან ჩანს, რომ ძალიან გაბაბსავდა ყველაფერი. აი მე რო დავიწყე მაშინ ამ თემაზე ხო არავინ საუბრობდა და მე რო გადავხედეს სივრცეს ეს იყო აი არ ვიცი აი როგორ უნდა აი სლენგს ვიხმარ გააბანძო აღმოსავლური აზროვნება მაგას ვხედავ მე ახლა მაგრამ იცი რა არის ალბათ ესეც გასავლელი თემაა და ყოველთვის არიან დაბალი პროცენტობის მაგრამ არსებობენ ის ადამიანები რომლებიც ამას გაივლიან თავის თავში თუ ერს განვითარება არ აქვს უნდა მიხვდე რომ მას უჭირს თეორიის პრაქტიკაში გადმოტანა და ვინც გადმოიტანს ის აუცილებლად იპოვის თავის თავს და როდესაც მე მეკითხებიან როგორ ვიპოვო ჩემი თავი და ჩვენთან ხო მარტო დიპლომების და უნივერსიტეტების ბუმია და მანდ მთავრდება განვითარება მე ვეუბნები ყველას რომ გადმოიტანე თეორია პრაქტიკაში და შენ იპოვე შენს გზას ნამდვილად მე სანამ თქვენამდე მოვიდოდი ცხოვრებაში ყველა ეტაპს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და რეალურად ცხოვრება არის ძიება და საკუთარი თავის პოვნა მე სანამ თქვენამდე მოვიდოდი მქონდა დიდი სულიერი კრიზისები მქონდა 2019 წელი იყო თუ არ ვცდები და მაშინ პირველად წავიკითხე იუნგის მოგზაურობა აღმოსავლეთში თუ არ ვცდები ინდოეთში და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იმიტომ რომ ამ სტიგმატიზებულ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ რელიგიურ აზროვნებას რწმენა წარმოდგენებიც კი ჩვენ გვაქვს არასწორად გაგებული. არასწორად გაგებული რწმენა წარმოდგენები ნიშნავს არასწორ ცხოვრებას, იმიტომ რომ როგორც აზროვნები ისე ცხოვრობ, როგორც გწამს და რისიც გწამს, ის არის შენი რეალობა. და ჩვენი დღევანდელი ეგრეთ წოდებული რელიგიური რეალობა საერთოდ სხვაგან არის სულიერებისგან. სულიერება სულ სხვა. და ეს იუნგის მოგზაურობა აღმოსავლეთში თქვენ წეგან ახსენეთ, რომ აღმოსავლური ფსიქოლოგია. იუნგის აღმოჩენები იყო, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში უკვე რამაც განაპირობა მისი განსხვავებული ხედვა და ფსიქოლოგიური მიდგომები განსხვავებულად. და თქვენ შემოქმედებაში ეს იგრძნობა. ყოველ ეტაპზე იგრძნობა. ჩემთვის უფრო ადვილი იყო. ბევრი ადამიანისთვის უფრო ადვილი ხდება ასეთნაირი მიდგომით, მაგრამ ვერ მიდის ბევრი ადამიანი იქამდე, იმიტომ რომ იუნგსაც ვერ იაზრებენ სიღრმისეულად, თქვენ წეგან როგორც აღნიშნეთ, ზედაპირულად რაღაც ციტატები. მე რეალურად პოდკასტების მოსმენა როცა შევწყვიტე, გულწრფელად ვიტყვი, რომ ყველას ვერ უსმენ და უკვე ბევრსაც ვერ უსმენ და უფრო წიგნებში გადავედი, იუნგის სხვა იუნგი დავინახეთ და მე უკვე ტოლობის ნიშანი დაჭდა თქვენს მოსმენილ ინფორმაციასა და რეალურად იქ წიგნებში რაც ეწერა იმათ შორის და უკვე ბევრი რაღაცა გავიგე. და ეს არის ეს გზა, რასაც არ მომისმენია იუნგი კითხვა დავიწყე პირდაპირ. მე საერთოდ თარგმნილიც არ იყო იუნგი დიდი ხანი კი არ არის თარგმნა ქართულად 2000 წლის აქეთ არის და თარგმნილიც კი არ იყო ბევრი წიგნი როცა მე იუნგის კითხვა დავიწყე და კრიშნამურტი მე საერთოდ ინგლისურად ვკითხულობდი და ლექციებს უსმენდი. მე რომ ვინმეს ინტერპრეტაციით დამეწყო არ ვიცი რა იქნებოდა. ხა მე პატარა გოგო არ ვარ 51 წლის ვარ და იმ 90-იანებში კრიზისი მქონდა ძალიან დიდი როგორც ალბათ ყველას და ეს ძიება მაშინ დავიწყე და არაფერი არ არსებობდა. ერთადერთი იყო ოშოს მდოგვის მარცვალი რომელიც ჩამოვარდა ხელში 90-იან წლებში. და შესაბამისად ეს ვივეკანანდა, კრიშნამურტი, რამ მაჰარიში, რა ვიცი იმდენი არიან. ყველა უშუალოდ წავიკითხე და შემდეგ იუნგიც ასევე თავისი ფსიქოლოგია და ალქიმია და იმით, მაგრამ ჩემთან ახლა რა რეზონირდა გეტყვი რა.
ყველა ადამიანი ალბათ თვითონ არის თავის პირველი პაციენტი ეს არის რა. აი მე მქონდა აი რაცაც იუნგი ყვება თავის უცნაურ ბავშვობაზე რაღაცა რო ითიშებოდა რაღაც გასვლები რო ქონდა და რაღაცას თითქოს მე აქტიური წარმოსახვა უწოდა თვითონ მაგას. მე მქონდა ეგეთი უცნაურობების სიზმრები, რაღაცნაირი ეს არქეტიპული მხარე ჩემთან ძალიან გააქტიურებული იყო და მაგიტომ რეზონირდა ჩემთან იუნგი ხვდები, ვისაც ესე აქვს თავის კოლექტიურ არაცნობიერთან კავშირი ინტუიციურად, ხო? იმათთვის ეს ძალიან რეზონირდება. მე დღემდე ვიტყვი, რომ იუნგიზე ღრმად დღესაც არავინ არ წასულა, როდესაც კოლექტიურ არაცნობიერზე საუბრობთ, ხა არის ახალი კვლევები, გამოცდილებები, მაგრამ ეგეთი სიღრმე მე არსად არ მინახავს, იმიტომ რომ ეგ არ იყოს სიღრმე უბრალოდ ფსიქოლოგის, ეგ იყოს სიღრმე ადამიანის, რომელიც საკუთარ თავს კურნავდა და ყოველთვის კარგი მასწავლებლები არიან ადამიანები, რომლებმაც თავისი თავი განკურნეს. აი ეს არის პროდუქტი არის საკუთარი თავი. მე ამიტომ მივეცი ჩემ თავს უფლება, რომ უკვე სწავლება დამიწყო. პირველი ის მომენტი, რომ მე თქვენ მყავდით მეგობრებში, თქვენ რომ მეგობრობა გამოგიგზავნეთ. იმის მერე ზუსტად 1 წელი თუ ცოტა მეტი დამჭირდა, მე რომ ჩამეწერა პირველი ვიდეო ფსიქოლოგიაზე, ვერ ვბედავდი, იმიტომ რომ რთულია. რთულია ბევრი რაღაცა, როცა თქვა რომ მე ეს რაღაც შემიძლია, მაგრამ მე უკვე ჩემი თავი რომ მქონდა ამის პროდუქტად მაშინ გადავწყვიტე, აბსოლუტურად სწორი ხართ, ყველაფერში მოყვებით და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ბევრი ფსიქოლოგი, ყველა სფეროში, მარტო ფსიქოლოგიაში არა, ძირითადი პროფესია ბიზნესი მაქვს, მეორე პროფესია ანგლისტიკა. ყველა სფეროში ვაწყდებით ადამიანებს, რომელთაც უბრალოდ თეორიულად რაღაცა იციან, მაგრამ პრაქტიკულად მაგალითს ვერ იძლევიან. ფსიქოლოგიაში ეს დიდი რაოდენობით ყოფილა ასეთი ადამიანები. მედიცინაში საერთოდ აბსოლუტურად გვაქვს ჩვენ დეფიციტი კარგი ექიმების და ნებისმიერი ექიმი რო გინდა ეკითხები 1000 ადამიანს, რო ვისთან მივიდე, აი რას ფიქრობ და ეს. ხო, ეს არის რა, ეს არ მგონია მარტო ქართული პრობლემა, ფსიქოლოგიაში მგონია რომ ეს მსოფლიო პრობლემაა, იმიტომ რომ როცა მარტივად ხდება, აი როცა ვეხებით ფსიქიკას ის არის, როცა შენ ხდები კარდიოლოგი, ძალიან შესაძლებელია რომ შეისწავლო გული ბოლოს და ბოლოს ეს არის რაღაცა ორგანო, ანატომიური მოცემულობის და ნახავ და გაჭრიან ადამიანს და ყველაფერს ხედავ. როცა ვეხებით ფსიქიკას, ვეხებით უღრან ტყეს, აი რაღაც ლაბირინთს, აბსოლუტურ სიბნელეს, სადაც პირდაპირ არაფერი არ ჩანს. იღრიბად ეხები და ძალიან რთულია, იცი, გონება მზად უნდა იყოს, მზაობა, ინტუიციური ხედვა უნდა იყოს, გახსნილი ადამიანს უნდა კონდეს უნარი, დამკვირვებელი უნდა იყოს, კონცენტრირებული, უნდა ესეც რაღაცა ფაზებია ცნობიერების, განბედაობა აუცილებლად. ეს არის ის კი არა, რომ ვიღაც კაია და ვიღაც მაგარია და ვიღაც არა, ფაზებია ცნობიერების და რაც უფრო მაღლა ადის ცნობიერება, დიდი უნარები გააჩნია. და შესაბამისად, მაგიტომ ეს ძალიან საფრთხილო საქმეა. იმიტომ რომ შენ ზუსტად იმ სიღრმეს ხედავ სხვაში, რა სიღრმეც გაქვს საკუთარ თავში დანახული, გამორიცხულია მეტი დაინახო. აბსურდია, ეს არავინ თქვას უბრალოდ შენ რასაც ხედავ, ეს არის სარკე. და შესაბამისად, რაც უფრო ღრმად ხარ, უფრო შეგიძლია ვიღაცას დაეხმარო. და რაც უკვე ზედაპირზე ხარ ფსიქოლოგები აკეთებენ თავის ტვინის ოპერაციას, ურთულეს ოპერაციას, ისე რომ თავის ტვინს არ ჭრიან, იმიტომ რომ შენ ადამიანს ცნობიერი რომ შეუცვალო, მის ცხოვრებას სული, მის ბედის წერას სული, მის თავიდან ბოლომდე ღირებულებათა სისტემას სული და ამას ყველა ვერ ბედავს და ჩვენ სტიგმატიზებულ საზოგადოებაში, ნუ ეხა უფრო წამოვიდა, მაგრამ ბევრი მაინც ვერ ბედავს, იმიტომ რომ მე ვიცი, ცოტა ისეთი ადამიანები, ვინც ეგრეთ წოდებულ რელიგიურ ფარს ეფარებიან, არ უნდა გაცნობიერება, მაგრამ ქრისტიანობა პირველ რიგში არის გაცნობიერება და იმის აღიარება, რომ შენ ხარ ინდივიდი და კოლექტიური აზროვნებიდან გამოყოფა, რაც ჩვენ უკუღმა გაგებული. ქალბატონო, ჩვენ საუბრობდით, თქვენ წეღან ახსენეთ სოციალური ფონი. ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა სივრცე და ამ ყველაფერმა განაპირობა აზროვნების ის მოდუსი, რაც გვაქვს. ნუ ჩაკეტილი აზროვნება, შენ ინდივიდი პიროვნება არ იყავი, შენ იყავი კოლექტიური მასის ნაწილი. წიგნს კითხულობდი და მე ვიცი ძალიან ბევრი ჩემზე უფროსი ადამიანი განათლებული, მაგრამ არა გაცნობიერებული. კი ბატონო.
ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ყველაფრის გაგება იყო მაინც უფრო ზედაპირულად ინფორმაციის მიღების დონეზე, მაგრამ არა სიღრმეებში ჩასulis დონეზე, იმიტომ რომ შენ რო სიღრმეებში ჩახვიდე, პირველ რიგში შენ უნდა აღიარო, რომ რაღაც არ იცი. იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცი, ეს მუდმივობის ეს სისტემა მე არ ვიცი, მე ვეძებ, არის თვითგანვითარების ყველაზე სწორი პუნქტი და წერტილი. მაგრამ იმ საზოგადოებაში, რომელიც ერგებოდა საზოგადოებრივ ნორმებს და სისტემებს და შენ თუ აჯანყდებოდი თუნდაც მენტალურად, ან თუ ჯინსებს ჩაიცვამდი, ან თუ როკს მოусმენდი, იყავი იყავი ვინც ის იყავი, ხო? ამოვარდნილი იყავი დღის წესრიგიდან. ასე საზოგადოებაში თვითგანვითარება ყოველთვის რთული იყო. შემდგომ თაობებში უკვე სისტემა როცა დაინგრა პოსტსაბჭოთა სივრცის თაობა ვართ მაინც ჩვენი თაობისთვის პრობლემა იყო ის, რომ მივედით იმ წერტილამდე, ხო, ტოქსიკური მშობელი, რომელმაც ზუსტად იცის შენ რა უნდა გააკეთო, მაგრამ სისტემა არის შეცვლილი. ამ სისტემაში შენ ვერ იქნები, დაამთავრე ბაღი, დაამთავრე სკოლა, დაამთავრე უნივერსიტეტი და სადღაც საჯარო სამსახურში ან სადმე სისტემაში წადი. მაშინ თითქმის ყველაფერი საჯარო სამსახური იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, წარმოებაც კი საჯარო იყო, იმიტომ რომ გეგმიური ეკონომიკა იყო, ხო, ანუ ეკონომიკა მოდიოდა სახელმწიფოდან. ამ თაობისთვის ჩვენთვის ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული მომენტი, იმიტომ რომ ბევრი მშობელი აღმოჩნდა მოუმზადებელი, ბევრი მშობელი დღემდე ვერ იაზრებს ჩვენ რატო ვართ კრიზისში და უნდათ შვილებისგან შექმენი რაღაცა წადი სადღაც და უმრავლეს შემთხვევაში ყველას უნდა რომ წავიდე საჯარო სამსახურში, რაც არის აბსურდი, იმიტომ რომ ყველა ვერ წავა საჯარო სამსახურში, ყველა ვერ იქნება სისტემის ნაწილი, მაგრამ შენთვის ადამიანისთვის პრობლემა არის ის, რომ თუ დღის წესრიგიდან ამოვარდი და თუ რაღაცა კრიზისი შეგექმნა პიროვნულად, ხო? შენ მარტივად ჩამოგწერ სოციუმი და შეიძლება პირველ რიგში ჩამოგწეროს შენმა ოჯახმა. და მე ამ სისტემას ვაწყდები ჩემს, არც თუ ისე დიდ, მაგრამ მაინც ფსიქოლოგიურ გამოცდილებაში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის რეალობამდე რომ მივდივარ ტოქსიკური დედა, ტოქსიკური მამა, ტოქსიკური ვიღაცა და შემდგომ უკვე ტოქსიკური პარტნიორი, რაც ანგრევს ჩვენ ცნობიერებას და ზოგადად ადამიანს. თქვენი აზრი საინტერესო ამასთან დაკავშირებით არის თამოჩი. მხსნელის გარეთ ძებნა. ტოქსიკური არის მოლოდინი, რომ ვიღაც მოვაშენ ცხოვრებაში და ცხოვრებას მოგიწყობს. ეს არის მთელი სტრუქტურა ფსიქიკის ხდები. როდესაც შენ ასე იზრდები, რომ გარეთ არის სიყვარული, გარეთ არის გადარჩენა, გარეთ არის მხსნელი, ვიღაც დადის, რომელიც მოვა და ყველაფერს მოგიგვარებს, გამორიცხულია, რომ შენგან პიროვნება დადგეს. პიროვნება რა არიცი? მთელი შენი ესეთი მიძინებული ნაწილების სრული გაღვიძება, კონცენტრირება ერთ სივრცეში და მერე სიარული. ამას ეს როდის ხდება, ამას თეორიით ვერ გააკეთებ, გამორიცხულია. ამას აკეთებ მხოლოდ როდესაც შენ გიწევს ნულიდან სამყაროს ათვისება ნაბიჯ. რა არის ხა ცუდი ტრადიციულ ქვეყნებში, იცი, როდესაც ბავშვს არ გაცდიან განვითარებას, იმიტომ რომ ეს უკვე დაწერილია, ეს დაწერილია. მე მახსოვს წიგნი რო დავწერე პირველი, ჩემი მეგობარი, სხვადასხვა ძალიან ცნობილი მოქანდაკე, უბრალოდ აღარ არის ცოცხალი და გაუგზავნე ჩინეთში ცხოვრობდა და გამომიგზავნა, იცი რა მითხრა, როგორ ბედავო, რომ დიდი მოაზროვნეების, რომლებმაც უკვე ეს ტრადიციები დაამკვიდრესო და შენ ამბობ, რომ ეს ყველაფერი არაფერი არის და ანგრევო და იმდენად გამიკვირდა, იმიტომ რომ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით ცხოვრებაში, ეს იყო ძალიან თავისუფალი, ძალიან მაგარი მოქანდაკე და უცებ ისეთ იდეოლოგიაში გაიჭედა, რომ უცებ დავასტოპე, არ ველოდი ხდები. ანუ ცხოვრებით ეს ბიჭი იყო ძალიან სხვანაირი, თითქოს თავისუფალი და გაჭედა ეგრევე გონება ხდები. ეს ძალიან რთულია ხდები. მშობელი თუ თავად არ გახდა გაცნობიერებული, თავად არ დაიწყო ნგრევა, თავად არ წავიდა ყველაფრის წინააღმდეგ, იმიტომ რომ იპოვოს თავისთავი, ისახა შვილსაც იგივე შიშით აცხოვრებს ხდები. წეღან თქვი შენ საინტერესო სიტყვა გამბედაობა, ამას გამბედაობა ჭირდება. გამბედაობის გარეშე არ არსებობს გზა უსასრულობაში, გზა სიბნელეში და არაცნობიერი ეს არის გზა სიბნელეში. იქ არც გარკვეულობა, იქ არც უსაფრთხოება, არც გარანტიები არ არსებობს. იქ შენ მიდიხარ და როდის რომელი ურჩხული გამოხდება შენი ემოციის თუ რაღაცა კომპლექსის სახით და მე შენ ამას დაინახავ, ან გაექცევი, ხო? შესაბამისად ძალიან
რთულია ცნობიერებით ზრდა. აი შეხედე, რამდენი საუკუნეა კაცობრიობა არსებობს. ჩვენი ქვეყანა მართლა არ ვიცი 30 საუკუნოვანი შეიძლება ვართ ხო და ხომა ტექნოლოგიები ვითარდება მსოფლიოში ისეს, მაგრამ ცნობიერება ვერ ვითარდება, იმიტომ რომ ადამიანი როგორ იცი გაიზარდა, ეს შეიძლება ამას თუ გააკეთებ მარტივია, რატომ მიდიხარ სისტემის წინააღმდეგ, მეტი საქმე არა გაქვს, კაი რა წადი გაერთე, წადი ახალგაზრდა ხარ ეს გააკეთე და გავიდა ცხოვრება. მე ასე კი მოდის, მე პატარავდები, მე არასრულფასოვნების კომპლექსი გაქვს, მე ძალაც აღარ მოყვება და კვდებია ესე უაზროდ როგორც დაიბადა და მე ვფიქრობ, რომ ცნობიერება ვითარდება ძალიან რთულად, უბრალოდ ეს ხო მაინც ეს ავტომატური ევოლუცია ხო მაინც რაღაც ეს ავტომატური პროცესია და ვითარდება ნელა, უჭირს ცნობიერებას, ამას ჭირდება მუდმივი ჩართულობა, მუდმივი გააზრება იმის, რა ხდება შენს გონებაში, შენი ფიქრები, შენი ტრავმები და როცა შენ სულ გარეთ გადაგაქ მოლოდინიც დანაშაულიც სხვებზე გადაგაქ და სულ აპროეცირებ ვიღაცებზე, ელოდები, გოგონებს ეს ეზრდიან, რომ რაღაც ისე ჩემ ბავშვობაში მესმოდა ხოლმე. ესეთი გამონათქვამია, რომ ქალი იჯდესო და ბეცელოდესო და რაღაც ისეთი სისულელეები, ხო? რაღაცა ანდაზებად რო აქციას ვიღაცა იდიოტმა რო თქვა სადღაც და უცებ რო ბრძენი გახდა, ხო? და შესაბამისად, როდესაც შენ ამბობ, რომ მე ხა დავждები და დაველოდები, როდის მოვა, როგორ მოვა, თუ ტრავმირებული ვარ იმის ბრალია, თუ სიყვარულში არ მიმართლებს იმის ბრალია და ეს ცენტრი გარეთ გაგატანილი, შენ შანსი არ აქვს მაგ ტოქსიკური ურთიერთობიდან გამოხვიდე. ტოქსიკური ურთიერთობა უდრის მსხვერპლის როლს და ეს უდრის კარგი ადამიანის კომპლექსს, ასე რომ ძალიან ეს ფაბულასავით მიყვები რა. უბრალოდ 10 თვის წერტილი უნდა დააყენო იქ, რომ მე ვარ მარტო. აი ამ სამყაროში სრულიად მარტო, მნიშვნელობა არ აქვს რა მასწავლეს, რა მითხრეს დედა, მამამ, რელიგიამ იმან მარტო უნდა დავიწყო სამყაროს დანახვა. აი აქ გაქვს მხოლოდ შანსი თვითყოფადობის და ცნობიერების გახსნის, სხვანაირად არა. დიდებულად ახსნელი კი. ნამდვილად სანამ ადამიანი არ მიხვდება, რომ შენ მარტო ხარ ამ სამყაროში და მაინც სამყარო ღმერთი ყველას და ყველაფერს გაცლის რაღაც რეალობებში, ხო? ნუ ძირითადად კრიზისული ასაკები მაინც სტანდარტული ასაკია, მაგრამ ზოგს ეს კრიზისები ადრე ეწყება, რაც უფრო მიხვალ ადამიანი მალე იმ გაცნობიერებამდე, რომ შენ მარტო ხარ, თავისუფლდები და მე უფრო ღირებული რაღაცები იწყება შენ ცხოვრებაში. მე ყოველთვის მახსენდება და პირველი აღმოჩენა უდიდესი იყო ჩემთვის. მე სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ვეფხისტყაოსანი ძალიან ბევრი თავიზე პირად ვიცი, მაგრამ არ მქონდა გააზრებული და თქვენ ახსენეთ ერთხელ ქაჯეთის ციხე და იმ ვიდეოს მე რამდენიმეჯერ მოусმინე. ცოტა შესავალს გავაკეთებ, სანამ კითხვას უშუალოდ დაგისვამდეთ. ტარიელი იყო, პოტენციური მეფე ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს შვილი და უნდა ჩაებარებინა რეალურად შემდგომ 7-ვე სამეფო. თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ნესტანდარეჯანს ათხოვებდნენ ხვარაზმშას შვილზე და თვითონ ხვარაზმშა უნდა ყოფილიყო მეფე. ტარიელი ჩამოწერეს. სიყვარულის გადასარჩენად ესენი დგამენ იმპულსურ ნაბიჯს. კლავენ ამ ხვარაზმშას შვილს, რომელსაც მოყვება ამათი 10 წლიანი განშორება, ნესტანი ქაჯებს ყავთ, ტარიელი უკვე ველად გაჭრილი და აქ როგორი მნიშვნელოვანი ნიუანსი. ადამიანი, რომელიც იყო მეფე, მეფე იყო მეფიშვილი და ემზადებოდა მეფობისთვის, ქონდა ყველაფერი თავის ცხოვრებაში, 10 წელი შემდგომ უკვე იყო გვირაბში გამოქვაბულში. ესეც თქვენ უკეთესად ახსნით, ესეც გამოქვაბულში ყოფნა რას და როგორ ნიშნავს, მაგრამ ცხოვრებისეულად რომ ახსნათ თვითგანვითარების გზა, ვისაც აქვს ეს პატივი, კონდეს დეპრესია და კონდეს თვითგანვითარების სავალი გზა, აქვს ის მომენტი, რომ გამოქვაბულში არის და თქვენ, მე და ჩვენნაირები ვიყავით გამოქვაბულში დიდხანს, 10 წელი იყო ტარიელი გამოქვაბულში და შემდგომ უკვე ავთანდილი ეხმარება მას რაღაცების გაცნობიერებაში და სუფთა ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის ამოსავალი წერტილია ჩემთვის ვეფხისტყაოსანი და ბოლოს გვირგვინდება ქაჯეთის ციხის აღებით, საოცრება და ეს ყველაფერი იმდენად დიდი და მასშტაბურია, რომ მე-12 საუკუნეში
რუსთაველმა ამაზე იფიქრა და ბევრი ჩემზე ჭკვიანი ამბობს, რომ აღორძინების ეპოქა რეალურად დაიწყო ვეფხისტყაოსნით, თუმცა მაინც მე-15 საუკუნის იტალიური აღორძინება ითვლება. მივალთ ალბათ იმ წერტილამდე, რომ რუსთაველს აღიარებენ როგორც აღორძინების ფუძემდებელს. მე მინდა ფსიქოლოგიის და ფსიქიკის თვალსაზრისით ვისაუბროთ ტარიელის გზაზე და ქაჯეთის ციხის მისტერიაზე, იმიტომ რომ თქვენ ეს დიდებულად გაქვთ გააზრებული და ახსნილი და მე უბრალოდ გამიჭირდება თქვენზე უკეთესად. მე აზი არ ვარ სადვასი ქაჯეთის ციხე მგონი არის როს მისაუბრია ვეფხისტყაოსანზე, მაგრამ ეხლა კი მე მახსოვს თქვენ ერთ-ერთ ლექციაში ძალიან შეიძლება მე ხშირად წერენ მეკითხებიან რომელიღაც ლექციაში ამაზე საუბრობდი და ხო არ იცი რომელიო და საერთოდ არ მახსოვს, იმიტომ რომ ეს ხო პროცესი სულ არის ჩემი ლექციების და საერთოდ არაფერი აღარ მახსოვს, მაგრამ ჩემს აზრს გეტყვი ვეფხისტყაოსანზე საერთოდ მასეთი მასშტაბის ეპიკური ნაწარმოებები აი როგორც თუნდაც ან ილია და ოდისეას მე ხშირად ეგეც მომყავს ხოლმე ოდისეუსის მოგზაურობაც ან იგივე რაღაც ღვთაებრივი კომედია ხო დანტე ალიგერის რეალურად ეს არის მოდი ასე ვთქვათ გმირის ადეპტის მოგზაურობა საკუთარ თავში როგორც რაღაც მითოსური იგივე როგორც ჰერაკლეს გმირობა უბრალოდ ხა ვეფხისტყაოსანი დიდებულად არის წარმოდგენილი როგორც ხა მაგის დაწერა ხო გინდოდა არა ესე პოემად არ ვიცი მე ვინ დაწერა ეგ პიროვნება ვინ იყო და ჩემი აზრით ხა აი ძალიან ფსიქოლოგიურად რომ მიუდგეთ როგორც სიზმრებს და მითოსგან იხილავს ხო ფსიქოლოგია მაშინ ესე ვთქვათ რომ ტარიელი გამოქვაბული ცალსახად არაცნობიერი სიმბოლოა, აი კოლექტიური არაცნობიერი, სადაც ჩაეშვები. მან შეიძლება ესე ავიღოთ, რომ ყველა პერსონაჟი მოდი ვეფხისტყაოსნის დავიყვანოთ ერთ პიროვნებამდე და მის ფუნქციებამდე, ხო? როგორც მაგალითად ინახე ერთ რაღაცას გეტყვი. რეზო კორინთელი ერთხელ საუბრობდა ძალიან კარგად შიზოფრენია ახსნა და წარმოიდგინეთ მონარქი, როდესაც ის მართავს ყველაფერს, არის ყველაფერი იდეალურად და წარმოგიდგენთ ხეს ფეოდალები, რომლებიც გამოეყოფიან, აი რაც მეტი ჩამოხლეჩვა და იმდენად ქვეყანა დანაწევრებული ხდება, ზუსტად ასეა ფსიქიკა რა. რაც მეტი ფეოდალი გამოეყოფა, რაც მეტი ფუნქცია ცალკე წავა და იკარგება ეს ერთიანობა, იმდენად მიდის ადამიანის ფსიქიკა არეულობისკენ და სრულად ჩამოხლეჩილი, სრულად დანაწევრებული ეს არის უკვე ადამიანის სამწუხაროდ ეს შიზოფრენიული მდგომარეობა. შესაბამისად ავიღოთ ეს ნაწარმოები როგორც ერთი პიროვნებაში მიმდინარე ერთ ფსიქიკაში მიმდინარე მოვლენები ზოგადად ფსიქიკაში ერთში კი არა ზოგადად ადამიანის ფსიქიკაში და მაშინ შეგვიძლია ესე ვთქვათ რომ ეს ტარიელი და ნესტანი ეს არის ანიმა ანიმუსის სიმბოლო საითაც მიდის ამ გაერთიანებისკენ ხო ადამიანის ფსიქოლოგია და ხვარაზმშას მოკლა ჩემი აზრით ტარიელმა თავის თავში მოკლა აი ეს რაღაცა პერსონას ჩრდილი მოდი ესე ვთქვათ ხო ახლა მაყურებელმა რო გაიგოს რა არის პერსონა არის ზუსტად ის ნიღაბი, რითიც ჩვენ სოციუმს ვესაუბრებით, ტიპობთ რაღაცა იმიჯი გვაქვს და რაც უფრო ესე იგი ძლიერია ეს ჩრდილის არქეტიპი, მით უფრო დიდია პერსონის არქეტიპი მით უფრო დიდია ჩრდილი. ესე იგი, რაც უფრო უმციკლოდ გამოიყურება ადამიანი, მით მეტი დემონები ყავს მოკლედ რო ვთქვათ რა. და მოდი ესე მე ესე გავიგე ვეფხისტყაოსანი ყოველ შემთხვევაში და ჩემთვის ეს არის და ესე ვთქვათ რომ ხვარაზმშა არის ზუსტად მაგ პერსონის სიმბოლო ტარიელისთვის მოკლა მან ანუ აურია სიტუაცია და გაემართა უკვე თავის კოლექტიურ არაცნობიერში ეს არის პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში როცა თითქოს კაი გოგო ხარ, კაი ბიჭი ხარ, თითქოს სწავლობ, თითქოს ის, მაგრამ ხვდები რომ ისე ვერ არის ყველაფერი როგორც უნდა იყოს და შენით შეაბიჯებ აი ამ რაღაცა უკიდევგანო ლაბირინთში, იმიტომ არის ეს რთული ხო, რომ ლომების და ვეფხვების დახოცვა და მაგის სიმბოლოები გინდა დრაკონების და რეპტილიების და გინდა წმინდა გიორგი და დრაკონი ხო ეს არის უნივერსალური ბოროტება. ლომები და ვეფხვები შეიძლება იყოს სიმბოლო იმ ვნებების რომელსაც ადამიანი ატარებს და ტარიელი ნელ-ნელა ამათ კლავს. მუდმივ გლოვაში მყოფი ტარიელი ეს არის ჩვენი ცნობიერება. ხალხო არა ვართ ჩვენ მუდმივ გლოვაში. ჩვენ ხომ მუდმივად ვეძებთ სიყვარულს. ეს არის კაცობრიობის მდგომარეობა. ვინც გინდა გააჩერე, როგორი პრაგმატული ტიპიც არ უნდა იყოს, გულის სიღრმეში ყველას აქვს მოლოდინი, რომ იქნებ იპოვოს ისეთი ადამიანი, რომელიც აი სრულად პაზლივით ჩადგება რა. ეს არის ალბათ მარადიული დაკარგული სამოთხეც
ალბათ ეს არის და ყველაფერი რაც კი შეიძლება რასაც კი შეიძლება ეს ტანჯული კაცობრიობა ეძებდეს ხო და აი ეს ავთანდილის და ფრიდონის შემოსვლა ტარიელთან ეს ნიშნავს უკვე რომ იღვიძებს მაშინ მიძინებული არქეტიპები იმიტომ რომ ჩვენ ამ გაცნობიერების გზაზე რო ვდგებით ისეთი ძალა იღვიძებს ჩვენში აი მე ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ რომ ეს გრძნობები და ემოციები რო ცნობიერდება ეს რაციო რომ მოდის წენ და ისეთი გონიერება იღვიძებს რომ გონია სხვა ადამიანმა გაიღვიძა შენში გონია რომ აი ეს პერიოდი უკვე ავთანდილის ფრიდონის როდესაც ხდება მათი გაერთიანება ეს რა თქმა უნდა არის უკვე აი ძალიან დიდი პერიოდი ხო ტარიელის ამ რაღაცა ველად გაჭრის ხანაში და ეს არის უკვე რომ აღვიძებს თავში ძალა საბოლოო ჯამში და ქაჯეთის ციხე ეს არის იმ უნივერსალური საბოლოოდ ეგო სიმბოლო აი ესეთი შეგოწიწებული ეგო ისევ ცნობიერებისგან ეგოს დანიშნულება რა არიცი ადამიანს ყალბი უსაფრთხოება მოუტანოს აი რატო ვერ ტოვებს ადამიანი ეგოს კი იცის რომ ეგო და ყველაფერში მაგრამ ის ყალბ უსაფრთხოებაზე გელაპარაკება ყალბ მარადილობაზე და ამ უცნობ ტერიტორიაზე რო გეშინია ეგოს ეფარებით თორე იცი რა არის მოაზროვნე ადამიანი ხვდება რომ აქედან უნდა გავიდეს რა ხვდება აი ტარიელი არის სიმბოლო ზუსტად იმ ადეპტის რომელმაც ეს გაბედა როგორც ჰერაკლემ ხო რომელმაც გაბედა დაამსხვრია დაანგრია რეალობა წავიდა და აი მთლიანად ამოტრიალდა აი ესე თუ რა ამოტრიალდა მთლიანად ადამიანის ცხოვრება და არ ჩაეშვა ადამიანი აი ამ კოლექტიურ არაცნობიერში გამორიცხულია მანიქ თავისი ესე იგი დაკარგული ნაწილები უნდა ამოიყვანოს იქიდან რა და აი მე ჩადის და მე ხდება კიდეს და საბოლოო ჯამში აი ქაჯეთის ციხის აღებით უკვე ეს არის ეგოს საბოლოო ჯამში გაცნობიერება ხდება უკვე შეერთება აი ტარიელისთან ესთან დარიჯანის ალბათ რაც არის ჩემი აზრით განსხივოსნების და განღრთობის სიმბოლო კი ნამდვილად სიყვარულის პოვნა მას შემდეგ რაც ყველანაირ სიყალბე შემოიძარცვავდა ჩვენ ადამიანებს ქვეშინია რის მიტოვების შიში რაც ყოველთვის მოდის ბავშვობიდან ბავშვობის ტრამვები უმრავლეს შემთხვევაში ზოგ შეიძლება არ ყავდეს ახლა ისეთი ვთქვათ მშობელი ტოქსიკური მაგრამ ყოველთვის ეს ეგო თავის ირგული შემოისაზღვრავს შიშულად აუცილებლად და აი ეს ძალიან იდეალურად ხსნით თქვენ ამ ყოველფერს და ჩემი გაცნობიერებაც უკვე ზღაპრები მითოლოგიას ყოველფერი იყო ის რომ თუნდაც ზღაპრებში რომ არის აი გმირი მოგზაურობს და უნდა იპოვოს მზეთუნახავი ურჩხული მოკლას ან რაღაცა დევები გამოყაბულები ერთი სცენარია მაგრამ ამ ეგოს ამ შიშებს თუ არ შემოიძარცვალ რომ ვიღაც მიგატოვებს და ვიღაცას უპირობოდ არ შეიყვარებ და უპირობოდ უკვე უნივერსალური სიყვარული შენ ყველა გიყვარს ამ სამყაროში და არ ელოდები არავისგან არაფერს გასცემ და როცა გასცემ ეს მოდის ანუ შენ როგორც უყურებ გარე სამყარო იგივე შედეგს გაძლევს და მე როცა ამ აზროვნები დავიწყე ცხოვრება სიყვარულის გაცემა როცა დავიწყე მაინც ადამიანები ველოდებით ბევრ რაღაცას და ამ უნივერსალური სიყვარულის გაცემა რო დავიწყე ჩემს ირგვლივ ადამიანები შეიცვალნენ სოციუმი შეიცვალა მე შევცვალე მათ მიმართ დამოკიდებულება და ჩემ და გასაკვირად ეს ადამიანების რომლებიც ერთი პერიოდი მეგონა ვთქვათ ასეთები აღმოჩნდნენ სულაც ისეთები იმიტომ რომ ადამიანები მაინც სარკისებურად ვირეკავთ ერთმანეთს და ვისაც უფრო აქვს ალბათ ეს ცოტა ლიდერული პოზიციები და თვისებები უფრო მარტივი ასეთი ადამიანების მიბაძვა და ალბათ ეს არის ძირითადი ისე თქვენ იცი რა არის აი ტრავმა არის ხედვა ძალიან კარგად გაგდეს ყველაფერი ჩამოყალიბებული ყველაფერი არის ხედვა ხდები შენ როგორც იხედები, საიდანაც იხედები იმას ხედავ რა. აი მე დღეს ვიტყოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში უკარო ვიხედები, აღარაფერი ცუდი აღარ მახსოვს, გან არისო. დღეს ვამბობ, რა ტრამვა ის ტრამვა რა, შიში, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო, მაგრამ წაშალა გონება მის ყველაფერი ხვდები, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ხედვა რომ შეიცვალა, გააქვს რომ რაღაცები თვითონ წაშალა, იმიტომ რომ გარეთ არაფერი არ ხდება, სიცარიელია. შენ რასაც ჩადებ ის იდება და რაც უფრო
დიდია. ეგო იმდენად უფრო ტრამვულია, ბავშვობა და ყველაფერი. უბრალოდ ბავშვობაში შენ ხარ ესეთი გაუცნობიერებელი არსება და ვერ იაზრებ, რომ შენი ანარეკლია ძალიან ბევრი რამე და მაგრამ ცნობიერ ასაკში გაქვს ამის შანსი, რომ ეს დაინახო. ტოქსიკურ ურთიერთობებზე მინდა საუბარი, ქალბატონო ნონა. ამას წინათ მივედი ასეთ აღმოჩენამდე, რომ აი ადამიანები, ვისაც შეიძლება ჰქონდეს მაგალითად დიდი ეგო და კონდეს ტოქსიციზმი, პიროვნული ტოქსიკური აშლილობა, არ ვიცი ამას როგორ დავარქვა, მაგრამ ასე ქვია ალბათ ტოქსიკური პიროვნული აშლილობა. როგორც არის ხა ინგლისურად შეიძლება არასწორად თარგმნი, მაგრამ მოკლედ ვისაც აქვს მოთამაშის გემბლერის მენტალიტეტი, gambler mindset, ვინც დამოკიდებული ან თამაშზე, ან ნებისმიერ დოფამინურ დამოკიდებულებებზე ასეთი ადამიანები. ქალიც შეიძლება იყოს კაციც, მაგრამ უფრო მაინც მამაკაცებს ვაწყდებით, ასეთი ადამიანები თავის ირგვლივ ყოველთვის შემოსაზღვრავენ ტოქსიკურ რეალობებს. მათ მოსწონთ სწრაფი დოფამინის მიღების ეს ეფექტი, ეს სისტემა, ხდებიან დოფამინ დამოკიდებულები, ერთი პარტნიორი, მეორე, მესამე, მეხუთე, მე-17 და ხდებიან ემოციურად კასტრირებულები. ანუ ასეთ ადამიანებს სიყვარული არ შეუძლიათ. ქალები ეჯაჭვებიან ასეთ მამაკაცებს, ეს მამაკაცები თუ მოთამაშეები არ არიან, ცხოვრებით არიან მოთამაშეები, ეს გემბლინგი მუდმივად უნდათ, ეს დოფამინი მუდმივად უნდათ, ეს როგორც არის მაგალითად კაზინოს სისტემა, ხომ, რაღაც ეხა მოიგებ, მერე წააგებ, მერე მოგების მოლოდინში ხარ და ეს ტოქსიკური ურთიერთობები გამიშვი დამიჭირე სხვათა შორის თურმე კაცებს უფრო მეტად მოსწონთ ვიდრე ქალებს, იმიტომ რომ ქალები მაინც უფრო ეჯაჭვებიან, დამოკიდებული ხდებიან და ასე შემდეგ. და ამას წინათ შევადარე, რომ აი მუდმივი სკროლვა, ინტენსიური სკროლვა, სწრაფი დოფამინი, სწრაფი რილსები, რილსებსაც ბოლომდე ვერ უყურებენ და უფრო დავაკვირდი ჩემს პოსტებს, როცა ვარეკლამებ, რომ პირველი 3 წუთი 10 წამი აყურება, მერე ბევრს არ აყურება. ანუ ჩვენ ამას ვერ ვუძლებთ, გულს ვერ ვუძლებთ და სწრაფი დოფამინის თემა გვინდა. ეს გადადის ურთიერთობებში, ერთი პარტნიორი გვეზრდება, მეორე, მესამე, მეხუთე გვეზრდება და დადიხარ ესეთ მოჯადოებულ წრეზე. რეალურად ჩვენ სიყვარული არ შეგვიძლია მივედით აქამდე და მე მგონი ამაში არ ვწდები. კაცების დიდ ნაწილს საერთოდ წლები ისე გადის, რომ ვიღაცებს ეჯაჭვებიან, მაგრამ არ უყვარდებათ. ქალებს გონიათ, რომ უყვარდეს, უოს არ არის სიყვარული, ეს არის ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ შენ როცა ადამიანს ეჯაჭვები, ეს არ არის სიყვარული, როცა ადამიანისთვის, ყველაფერს აკეთებ და შემდგომ მისი გაშვება შეგიძლია და შეგიძლია იყო თვითმყოფად ენერგიებში, რომ მაგის გარეშეც ასე თუ ისე შენ გაძლებ, შენ ალბათ უკვე მაშინ გიყვარს, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში აქედან გამომდინარე გვაქვს არასწორი გაგება სიყვარულის. რა არის მოთამაშე ადამიანებზე გეტყვი ესეთ რაღაცას, რა მოთამაშე ადამიანის მიდგომა სამყაროსთან ესეთი შეკითხვი დგას, რას მივიღებ მე ამისგან და მოთამაშე ადამიანი, რა თქმა უნდა ამის უკან ტრამვები რო დგას ახლა, რა თუნდა მაგას ლაპარაკი, რატოა ზედაპირული მოთამაშე ადამიანი, იცი რომ იმისი მთელი ეს მუღამი არის თამაშის პროცესი, თამაში თუ დასრულდა, მას უწევს უკვე თავის თავთან დარჩენა და მოთამაშე ამას გაურბის მთელი ცხოვრება და ასევე სასიყვარულო ურთიერთობაშიც ისინი არიან ძალიან მომხიბლელები, სხვათა შორის აი ძალიან განსაკუთრებით მომხიბლელები, იმიტომ რომ აქეთ არის მიმართული მთლიანად მათი ცნობიერება, იმიტომ რომ პროცესი ანიჭებთ მას ამ თავისუფლებას, იმიტომ რომ მუდმივად ამ პროცესში მიღწევის პროცესში რო ხარ, იმიტომ რომ სულ გამარჯვებაზე ხარ ორიენტირებული, სულ რაღაცა მონადირის ინსტინქტი გაქვს და შესაბამისად შენ პროცესებს ვერ ამთავრებ. ასევე სასიყვარულო ურთიერთობაში იმიტომ არიან ესე რომ მოწონთ ეს რაღაცა დაპყრობა, მაგრამ როგორც კი ურთიერთობა ჩამოყალიბდება, მომენტალურად გარბიან. იმიტომ რომ მან გამოსავალი მოთამაშის ცნობიერებიდან რომ გამოხვიდე არის გაჩერება და დანახვა რომ რა მინდა, რას ვეძებ და მოთამაშე მაგას ქვია რომ ის ამას გაურბის ხდები, თამაშობს და ფიქრობს რომ მუდმივ დრაივში იქნება და შესაბამისად ამით რაღაცა სულ შემოაქვს თავის ცხოვრებაში სიცოცხლის პროცესი და რა თქმა უნდა ეს არაფერი არ არის, ეს არის მუდმივი გაქცევა, გაურბის საკუთარ დაუცველობას, საკუთარ უსუსურობას, საკუთარი რაღაცა სისუსტის განცდებს, ტრამვებს, ბოღმას და ყველაფერს ერთად და მოთამაშე თუ გაჩერდა თამაში დაამთავრა და თქვა რომ всё მოვიგე და აი ხლა ამ ქალთან ურთიერთობა უნდა დავიწყო, ეს ნიშნავს რომ всё ამან უნდა
ფიქრი დაიწყოს და აი ეგ არის ზუსტად მოთამაშე, მაგიტომაც ვერ გამოდის მაგედან, რომ ეს არ უნდა. ესენი არიან ყველაზე სუსტი ადამიანები, რომლებიც ვერ დგებიან, აი წეგან რას ვთქვით, ურჩხულების წინაშე და თუ ვერ დადგები ამ ურჩხულის წინაშე ის ურჩხული შენ ისედაც ჩაკლაპავს. ეხლა ვერ ვიტყვი რომ ყველა აცნობიერებს ამას მოთამაშე, ვერც აცნობიერებენ ესეთი ტიპის ფსიქიკა ყალიბდება გარკვეული ტრავმების თუ ბულინგის თუ იგნორის თუ რაღაცების შედეგად რა მნიშვნელობა აქვს. ან ეგოცენტრული იდეატიპები რო იბადებიან რომ ყველაფერი ეკუთვნით და იოლი გზა თითქოს რაღაცის მიღების, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა მაგის ბოლო რაც არის ყველა ვიცით, ამიტომ დავამთავრებ ვერ დაეხმარები მას თუ არ გაჩერდა და თვითონ არ გადაწყვიტა რომ რაღაც ჩემში ხდება ცუდი. ნამდვილად ეს გაჩერების პროცესიც როგორია. აი მაგალითად როცა ჩერდებიან, ტვინი ამ დროს ისვენებს ხო ემოციური ქარიშხლისგან, მაგრამ თითქოს ის ადამიანის ურთიერთობა შემდგომ ხდება უინტერესო. გავჩერდი, აღარ მივიღე. არა თამნახე, რო ჩერდები, ეგრევე თავდასხმას იწყებს შენი არაცნობერი, იმიტომ რომ შენ ხო ის დაიგნორებული გაქვს. შენ ამ დრაივში რაღაც, აი ამაშიც გიჟივით რო სკროლავ, სინამდვილეში იმას აჩერებ, აი და არაცნობერი ხო სულ იტევს მას სულ გაცნობიერება უნდა რაღაც აზრი შემოაქვს, კომპლექსი შემოაქვს, სიმძიმე შემოაქვს, უცებ შეიძლება გაგახსენოს ისეთი რამე და უცებ შეგრცხვეს შეგეშინდეს შენი წარსულიდან როგორია რომ აღარც არსებობს და აი ეს ხდება ხვდები გაჩერების მომენტში ტვინი რო ისვენებდეს რაღა უჭირს ადამიანს თავდასხმა მოდის მომენტალურად აი თუ ამ თავდასხმასთან არ დადექი და რაიტანე საშინელი თავდასხმა არაცნობიერის ხო გამსეული არის გავიწროვებს არაცნობიერი და ბოლოს ხდები აი ამ ხელა რაღაცა ჩაგეტილი აი ასეთ ურთიერთობებში მაგალითად ნუ რეალურად კონკრეტული ადამიანი ხდება შენი ნარკოტიკი შენი ნიკოტინი, ხო? კი ბატონო. მაგრამ ობსესია რა. ადამიანით ნარკოტიკული ყველაზე ცუდი აი ეს, ანუ ის ადამიანი შენ კი არ გიყვარს, არის შენი სამომხმარებლო დოზა. ნარკოტიკს მითი და кайფობ. ეხლა ნარკოტიკს თავიდან კარგია შეგრძნებები, ეხლა ხალი იქნები თუ კაცი იქნები, როცა ამ ხელა შესაძლებლობა გააქვს მეორე ადამიანთან მიმართებაში, თავიდან გონება გატყობს, მაგრამ ნუ ეს არასწორი, იმიტომ რომ ნარკოტიკი იწვევს ოვერდოზ, პერედოზირებას, უფრო მეტი გინდა პრომეტი და შემდგომ განადგურებს ეს. უკვე რაღაც წერტილში ის ადამიანი, ვისაც შენ უყურებ როგორც დოფამინს, როგორც ნარკოტიკს, ნუ რას როგორც ბოლო წერტილში ფსიქიკურად ანადგურებთ ერთმანეთს. საერთოდ ტოქსიკური ურთიერთობა ხო ეს არის, ანადგურებენ ერთმანეთს, რატო იცი? პროექცია დიდი ხანია ამოწურულია იქ. და უბრალოდ აი ამ ნარკოტიკს არიან, ანუ რას არიან იცი, ძველ სიამოვნებას არიან ჩაჭიდებული. მაგალითად ეხა მე რო ვამბობ, რომ მე რო ბავშვობაში ნაყინი ვჭამე, ეგეთი ნაყინი იმის მერე აღარ მიჭამე, იმიტომ რომ ჩემმა ტვინმა შეინახა ეს განცდა ხვდები. ზუსტად ეგ არის. ამათი მომენტში, როცა ქიმია მაღალი იყო, მიიღეს დიდი სიამოვნება ერთმანეთისგან და ნარკოტიკს რაც ემართება და ბოლოს გაიყინა ხვდები. ეხა ამოწურეს ერთმანეთი, არაფერი აღარ არის, ანადგურებენ ერთმანეთს, მაგრამ ამათმა ტვინმა მხოლოდ და მხოლოდ ის ერთი წერტილი შეინახა, დაიხვია ხელზე და გამოსვლა არო. ყველაზე ცუდი შენი სასიცოცხლო ენერგია, რაც გაქვს, შენი ნიჭი უნარები ყველაფერი ხმარდება ამ უაზრობას, ხო? და ჩვენ სოციუმში სამწუხაროდ ბევრი ადამიანი, ხა ჩემი დაკვირვები ძალიან ბევრი ადამიანი და ქალბატონო, რა მინდა გითხოთ, მიჯაჭულობა ვახსენეთ, რეალური სიყვარული როგორია? რა განსხვავება ამ მიჯაჭულობას, დამოკიდებულებას, ობსესიას და რეალურ სიყვარულს შორის? იცი რეალური სიყვარული ხა ისეთი აბსურდული რაღაცებით, ჩვენი გონებისთვის აბსურდული რაღაცებით. მაგალითად, ჩვენ არ ვიცით რა არის რეალური სიყვარული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რა არ არის სიყვარული. ეჭვიანობა არ შეიძლება სიყვარული იყოს, სხვისი გამოყენება არ შეიძლება სიყვარული იყოს. შენ მე მეკუთვნი და იქით არ ახარ და იქით არ უნდა გაიხედო არ შეიძლება სიყვარული იყოს, ხო? სხვისი მოხმარება არ შეიძლება სიყვარული იყოს და რა რჩება, ხო? ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც უხარია ეს ადამიანი, მაგრამ ის ტერიტორიაზე არ იჭრება, არ ჭამს მას ემოციურად და თუ ეს ადამიანი წავა მისი ცხოვრებიდან არ დაიშლება მარტინ მომრავლებად. როდის ყალიბდება საერთოდ მეგობრობაშიც კი კარგი ურთიერთობები, როდესაც იმდენად ძლიერები ვართ საკუთარ თავში, საკუთარ ცნობიერებაში, რომ ჩვენ გზაზე მივდივართ და ასევე თავის გზაზე მომავალ ადამიანთან არის ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა.
ურთიერთობა, მაგრამ კვეთა აქ არის. ორივე ვაგრძელებთ ჩვენს გზაზე სიარულს და შესაბამისად როგორც კი იწყება ხშირად რა ემართებათ იცი აი ძალიან განვითარებული ადამიანი რეალიზებული შემდგარი და უცებ გაიცნობს ვიღაცას და მომენტალურად გადაიტანს ყველაზე ეს რა მდგომარეობა იცი რომ შენ კი მიდიხარ ამ გზაზე მაგრამ სუსტად მიდიხარ ამ გზაზე სიარულის კი არ არის რომ უბრალოდ გაკვალურზე იარო სულ უნდა აღვიძო აი წეგან რა ვთქვი ავთანდილი ფრიდონი სხვადასხვა შენში მიძინებული ფუნქციები და ეს ხდის საბოლოო ჯამში ძლიერ პიროვნებას და თუ ეს არ ხდება შენთვის ეს სიარული არის აი როგორ გითხრა ჯვარი რომელსაც მიათრევ ძლივს და ერთი სული გაქვს როდის ესე იგი ვიღაცას ჩამოეყრდნობი რა სანამ ეს მდგომარეობა შენ სულ გაქვს ეგ მოლოდინი რომ ახლა შემოვიდა ვიღაცა შენ ცხოვრებაში და მოდი აი გადავიტანოთ და საერთოდ ქალებს ასე ზრდიან რომ აი მამაკაცი ძლიერი მამაკაცი ის მამაკაცი ეს და საბოლოო ჯამში რა მივიღეთ კი ხედავ რომ მთლიანად გამოეცალათ მამაკაცებს ეს ფუნქცია ამ ქალებმა გაუაზრებლად აიღეს ანუ ერთი უკიდურესობიდან გადავედით მეორე უკიდურესობაში ხვდები ადრე მამაკაცი უნდა ყოფილიყო ყველაფერი და ქალი რაღაც ესეთი დეკორატიული ლამაზი რაღაცა სამშვენისი ეხა ქალი გახდა ყველაფერი და მამაკაცი გახდა სამწუხაროდ ესეთი აი უკიდურესობა შვავს უკიდურესობებს ეხა აქედან გაცნობიერებით უნდა მივიღოთ ორი სრულფასოვანი ერთმანეთის პარტნიორი ადამიანი ამას ჭირდება ძალიან მაღალი ცნობიერება იმდენად მაღალი რომ მე ვერც კი ვხედავ სიმართლე გითხრათ პერსპექტივას რომ ადამიანი ამას შეძლებს. აი ჩვენ სოციუმში ახლა როგორც ჩამოყალიბდა სიტუაციები რომ ბევრი გოგოსგან მესმის რომ ამ ბიჭს უნდა პრინცესული მოქცევა, princess treatment და ვეუბნები მას რა უნდა არ არის მნიშვნელოვანი შენ რა გინდა. ანუ შენ რო ყვები მის მოთხოვნილებებს, მის სურვილებს, ანუ შენ ხარ სუსტი. ნებისყოფის მოთხოვნის მამაკაცები არიან აბსოლუტურად ნარცისტული აშლილობის კაცი. შეიძლება ასეთი მამაკაცების ქცევის ტრანსფორმაცია, სრული ტრანსფორმირება თვითონ თუ მოუნდათ, თვითონ თუ მოუნდა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ სანამ ყვებით ამ ადამიანებს ასეთ შემთხვევაში, ჩვენ თვითონ არ ვაძლევთ იმის მუხტს, რომ ეს ადამიანები განვითარდნენ და წინ წავიდნენ ცხოვრებისეულად რეალურად, იმიტომ რომ ადამიანის მამაკაცის ბუნება არის მონადირული. ხო, მამაკაც თუ არ იქნება ეს მომენტი, თუ მან არ ინადირა და შენ ესე მიართვი და ყველაფერი ლანგარზე დაულაგე, მას რა თქმა უნდა ეს პრინცესული მოპყრობა და რეალურად ჩვენ ამას მივაჩვიეთ. ჩვენშიც ქალებში არის ძალიან დიდი პრობლემა ამავე დროს ბევრი რაღაცის ამ დოფამინის მოთხოვნილება, ამ სიამოვნების წყაროს მოთხოვნილება, ვიღაცამ ყურადღება მომაქციოს, მაგრამ მე ამავე დროს სად ვარ. ეს ძალიან ისეთი მომენტია. იცი რა არის, მაგაზე დიდი სისუსტე არ არსებობს, მაგაზე დიდი დაქსაქსული და ჩამოხლეჩილი პიროვნება არ არსებობს, რომელსაც უნდა სულ იყოს ცენტრში და ნაძვის ხესავი თუ არო და ეგ დაემართათ ძალიან ბევრი მამაკაცი და ქალებსაც ჭირდა ეგეთი რამე. ეგ არის ძალიან მძინარე მდგომარეობაში მყოფი ეგოს და რაღაც უაზრო სიამოვნებას აყოლილი ადამიანი და სამწუხაროდ ეს ეგოცენტრული ადამიანი, რასაც ქვია ეგ არის, მაგრამ აი იმის იქით არაფერი ახდები, ჩიხია ჩვეულებრივი რა და ასე რომ რაღაცა ასაკი სადაც გამოყავხარ მაქედან, მაგრამ სანამ ასაკი გამოგიყვანს ტრავმები. ჩემი ბოლოს წინა შეკითხვა ქალბატონო ნონა, რა იქნება თქვენი ერთი რჩევა ადამიანებისთვის, რომელთაც უნდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება? რა ვიცი, ვიტყოდი რომ გაბედეთ და საკუთარი თავი დაინახეთ და მიიღეთ ისეთი როგორებიც სინამდვილეში ხართ და არა როგორც ძალიან გინდა რომ იყო. აი ეს ამაზე დგას მგონი ამ ამოსავალი წერტილი დაინახო ყველა დემონი საკუთარ თავში მიიღო და გააცნობიერო ცენტრი გქონდეს აქ არავინ შენთან არაფერ შუაში არ არის აი ეს იქნება ჩემი რჩევა და ბოლოს რას ეტყოდით ჩვენს მაყურებელს რა ვიცი რა უნდა უთხრა მაყურებელს გეტყოდით რომ ძალიან ცოტა ხანი ცხოვრობთ და შეეცადეთ რომ ძალიან ფხიზელი საღი გონებით მაქსიმალურად უყუროთ ცხოვრებას რომ დაინახოთ რეალურად რა ხდება თქვენს თავს ძალიან დიდი მადლობა მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის წარმატებებს გისურვებთ და ბევრ საინტერესო პროექტს მადლობა და მე თქვენს იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ხართ და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ
არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ სამყაროსთვის. მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი იყო ქალბატონი ნონა ხიდეშელი.